დღეს სამასი არაგველის ხსენების დღე თბილისში აბანოთუბნის ტერიტორიაზე აღინიშნა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ბავშვთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები და პანტომიმის თეატრის მსახიობები დამთვალიერებლების გართობაზე ზრუნავდნენ. 2002 წელს სამასი არაგველის ბაღში რწანისის ომში დაღუპული მეომრების სამარხები აღმოაჩინეს, მას შემდეგ რწანისობა სიმბოლურად ყოველწლიურად აღინიშნება. სახალხო დღესასწაულს თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. წანისელები აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც რაღაც ერთგვარ პრელუდიას თბილისობის და აქ ჩვენი სამხატვრო სკოლები, შემოქმედებითი ბავშვები, ჯგუფები, მოცეკვავეები, მომღერლები, ესე მხატვრები აკეთებენ ხოლმე კონკურსებს, რომელიც მერე გამოფენა ხდება ხოლმე თბილისობაზე და ეს ტრადიცია რაღაცა თბილისობიდან გამომდინარე ტრადიცია, რომელიც ჩაეწერა მაქსიმალურად გვინდა რომ ჩვენ ასე ვთქვათ თბილისობა რაღაცნაირად ადრე დაიწყოს. მე თვითონ წანისელი ვარ, ძალიან მომწონს რომ ტარდება, რადგან ეწყობა გამოფენები, კონცერტები და ხალხიც მოდის რადგან მოსწონს და აუცილებელია ესეთ ღონისძიების ჩატარება.